თბილისში მსოფლიო კრივის ლეგენდა როი ჯონსი იმყოფება. ის დღეს პროფესიონალურ კრივში მსოფლიოსარეიტინგო ორთაბრძოლებს დაესწრება, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. ქართველი მოკრივეები ლაშა კერესელიძე, ჯონი ჭკადუა, გივი თოდუა, გიორგი გიგნიაშვილი და თეოფილ ოსმანაშვილი უცხოელ მეტოქეებს შეხვდებიან. მთავარ ბრძოლაში კი მსოფლიოს საჩემპიონო ქამრისთვის ირაკლი მელიქიშვილი იჩხუბებს. ქართული კრივის შესახებ ბევრი რამს მენია. გიორგი კანდელაკი 90-იან წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ყველას აჩვენა, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა განვითარებულია. იმედია, აქ ჩამოსვლის საშუალება კიდევ მომეცემა და ახალგაზრდა ქართულ მოკრივეებს სასარგებლო რჩევებს მივცემ. ძალიან დიდი პლუსია, რომ თბილისში მიწევს ამ ბრძოლის ჩატარება. ყოველთვის ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო, რომ თბილისში ჩემ ქვეყანაში ჩამეტარებინა ბრძოლა ქამარზე სპორტის სასახლეში და რა ვიცი, ის დღე დადგა. ჩვენი სტუმარი იქნება ასევე პროფესიონალი მოკრივე, ლეგენდა როი ჯონსი, რომელიც გახსნაზე ასევე გვიმღერებს და ჩვენ მოკრივეები გამართავთ პროფესიონალურ ბრძოლებს, რაც იქნება ძალიან სანახაობრივი და ველოდებით ბევრ გულშემატკივარს.